ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანდრე ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. პარლამენტმა თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურას კენჭი ამ კვირაში უნდა უყაროს. საშემოდგომო სესია ხვალ იხსნება. ამ წუთებში პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება, რომელზეც დღის წესრიგზე იმსჯელებენ. პარლამენტის შოთა ფალავანდიშვილს ჩართვათ ახლა პირდაპირ ეთერში გისმენთ შოთა. ბიუროს სხდომამდე იყო საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელმაც რეგლამენტის მიხედვით ანდრე ოხანაშვილისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა და გადაწყვეტილება მისივე განცხადების საფუძველზე ერთსულოვნად იქნა მიღებული. აღნიშნულ სხდომაზე გაკეთდა კომენტარები სუსის ახალი უფროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით. საუბარია მამუკა მდინარაძეზე, რომელიც წლების განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. ის არის იურისტი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. ზუსტად ეს იყო მთავარი და საკვანძო საკითხები, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა აქცენტები მამუკა მდინარაძის დახასიათების დროს. მან თქვა, რომ მდინარაძის მისვლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქნება ახალი სიტყვა ამ თვალსაზრისით და მისი გამოცდილება, ცოდნა და შესაბამისად უნარები დაეხმარება აღნიშნულ სამსახურს. მმართველი გუნდის წევრების აზრით, რომ უფრო გაუმჯობესებულად შეასრულოს საკუთარი ამოცანები და რაც ყველაზე მთავარია, როგორც ამას ამბობენ მმართველ გუნდში, მაქსიმალურად მოხერხდეს, რომ ქვეყანაში კვლავ მშვიდობიანი და სტაბილური გარემო შენარჩუნდეს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და 212 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დაადგინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანდრე ოხანაშვილის მიერ თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2025 წლის 26 აგვისტოს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ვექვე პუნქტის და მეორე პუნქტის, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და 212 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ანდრე ოხანაშვილს ვადამდე შეუწყდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება. ბინარის მომხრეობამ დასკვნას დაუჭიროთ ხარი, ბატონ გურამ. კი ბატონო, მიღებულია ერთხმად. ბატონი ანდრე, როგორც ვიცით, პრემიერის განცხადებიდან გადაინაცვლებს მის რჩევლის პოზიციაზე, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ის გამოცდილება, ის მაღალი პროფესიონალიზმი, რომელიც ბატონ ანდრე ოხანაშვილს გააჩნია უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც აუცილებლად ძალიან განსაკუთრებით ანალიტიკური თვალსაზრისით, როგორც ეს პრემიერმა თავად განაცხადა, წარადგება ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ამ ახალ პოზიციაზე მას მინდა წარმატება უსურვოთ. ასევე აქ მინდა, როგორც ვიცით, ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე არის გათვალისწინებული ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურა, იქნება შესაბამის პროცედურები მისი მოსმენის თავდაცვის კომიტეტის ფარგლებში, ზოგადად ამ საკითხის განხილვის კომიტეტის ფარგლებში და შემდგომ უკვე ეს საკითხი გადაინაცვლებს კენჭის ყრაზე. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან მას ექნება სრული მხარდაჭერა, ამიტომ მის როგორც მაღალი დონის პროფესიონალს, საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონეს დამართლადამცავ ორგანოებში მუშაობის, გამორჩეულ პატრიოტს და ლიდერული თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანს მინდა მხოლოდ წარმატება უსურვო იმ პოზიციაზე, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ის დაიკავებს. მამუკა მდინარაძეს პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება, ამაზე დღეს საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. ისინი მდინარაძის პროფესიონალიზმზე აკეთებენ აქცენტს, ამბობენ იმასაც, რომ მისი კვალიფიკაცია და გამოცდილება, ამავდროულად მენეჯერული თვისებები მაქსიმალურად მაღალ დონეზე აიყვანს უსაფრთხოების სამსახურის, ასე ვთქვათ, მუშაობას და იმ გამოწვევების დაძლევის კუთხით, რომელიც დღეს დგას საქართველოს წინაშე და იმ უსაფრთხოების გამოწვევების, რომელიც არსებობს რეგიონში. მამუკა მდინარაძის კანდიდატურა იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ვინც კი შეიძლება ყოფილიყო მმართველი გუნდიდან. ამას ამბობენ ქართული ოცნების წევრები და ამბობენ იმასაც, რომ საშემოდგომო სესიის პირველივე კვირას მათი სრული მხარდაჭერა ექნება საპარლამენტო უმრავლესობის უკვე ყოფილ ლიდერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ახალ თანამდებობაზე.
რა თქმა უნდა, ბატონ ანдрიო ხანაშვილს აქვს უდიდესი დამსახურება ჩვენი ქვეყნის მიმართ. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და წლების განმავლობაში არაერთი რეფორმის სულისჩამდგმელი ავტორი, მათ შორის მომხსენებელი. მადლობა უნდა გადაუხადოთ მას თითოეული გადადგმული ნაბიჯისთვის, რომელიც თითოეული ნაბიჯი პირდაპირ ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. რაც შეეხება ბატონ მამუკა მდინარაძეს, ბატონ მამუკა მდინარაძეს წარდგენა არ სჭირდება. იგი ჩვენი გუნდის ქართული ოცნების გამორჩეული წევრია, გამორჩეული ლიდერია. იგი არის ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა ღირსეულად წარუდგება იმ უმნიშვნელოვანეს სამსახურს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყანაში უსაფრთხოებისთვის, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვისათვის, პოლიტიკური, ეკონომიკური სტაბილურობისათვის და მას რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებს შემდგომ საქმიანობაში. ამ პოზიციაზე ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მამუკა მდინარაძე უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ანдрიო ხანაშვილი. ეს არანაირად არ ამცირებს ანдрიო ხანაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე პარლამენტის ხელისუფლებაში, არანაირად არ ამცირებს მის ინტელექტს, თუმცა ამ პოზიციაზე ვფიქრობ, ეფექტურობა მამუკას მეტი ექნება. ნახოთ, მე ვფიქრობ, თავარი გამოწვევა ის არის, რაც დღეს მსოფლიოს ახასიათებს. ეს არის სერიოზული საფრთხეები, მათ შორის ტერორიზმის საფრთხეები, მათ შორის საერთაშორისო დანაშაულებები, მათ შორის კორუფცია და მთელი რიგი საკითხები, რომელსაც საგანგებო ყურადღება სჭირდებოდა და დღესაც სჭირდება. სუსის უფროსის დამტკიცების შესახებ პროცედურებს არეგულირებს კანონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ. პროცედურა ასეთია: პრემიერ-მინისტრის წარდგენით პარლამენტის მიმართ ხდება კანდიდატის, ასე ვთქვათ, შერჩევა. ამის შემდეგ უკვე კანდიდატი მიდის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე და შემდგომ მისი კანდიდატურა გადაინაცვლებს კენჭისყრაზე. კენჭისყრაზე უმრავლესობის მხრიდან ხდება, ასე ვთქვათ, დამტკიცება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც და მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადა განისაზღვრება 6 წლით. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრის მიერ 2025 წლის 23 აგვისტოს წარდგენილი იქნა მამუკა მდინარაძე და სწორედ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა დადგება სესიაზე კენჭისყრაზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში. მადლობა შოთა ფალავანდიშვილი საუბრობდა პარლამენტიდან კურიერის პირდაპირ ეთერში. საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილი დონალდ ტრამპს და პოლიტიკური შეფასებები. მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხმობის ფონზე ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე კი, რომლებზეც შტატების ახალი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, საქართველოს მმართველი გუნდი წლებით ადრე საუბრობდა. თუმცა იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ტრამპის ადმინისტრაციის ნაცვლად კვლავ Deep State აქტიურობს, რომელიც USAID-ის ნის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. კეთი ზამთარაია გაგვაცნობს პრეზიდენტის მთავრგზავნილებს და ამ თემაზე გაკეთებულ პოლიტიკურ გამოხმაურებებს. კეთი ეთერში ხარ. სახელმწიფო გუნდის ლიდერების განცხადებით მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს და ახალი ეტაპი და ახალი სახე შეიძინოს. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე უნდა თქვას. უარი და ამ კონტექსტში საუბრობენ სწორედ იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ძველი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოსთან დაკავშირებით არსებობდა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყება, სუფთა ფურცლიდან დაწყება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ პარალელურად ასევე პრეზიდენტ ტრამპს გულშემატკივრობთ იმაში, რაც ორი მთავარი დაპირება რაც იყო გაცემული, ეს პირველი Deep State-ის დამარცხება, ომის დასრულება, რა თქმა უნდა, როგორც პირველი, ასევე მეორე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენ მაინც რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სურვილი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები. იმიტომ ის რაც წარსულში ხდებოდა, კატეგორიულად მიუღებელია. ყველა მათი განცხადება გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, მუქარით, ბინძური პროპაგანდით. ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს ორმხრივი.
ორ სახელმწიფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობაზე და მნიშვნელობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც, ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებით. ეს წერილიც და მთლიანად მისი შინაარსიც მიმართული არის სწორედ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გადატვირთვისკენ. აი ამ პოზიციას არიზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები და ქართული ოცნების წარმომადგენლებს უწუნებენ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და მათ მიერ არჩეულ პოლიტიკას. ამ ჩვენ ხედავთ სრულ არწოდნას საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო პოლიტიკის. ერთი წერილი ლაპარაკობს ამ ზღვაზე, ახლა ეს წერილი ამბობს, რომ საერთო ფასეულობები აქვს და რატომ კარით ხელი ბატონო დონალდს. რაც შეეხება წერილის შინაარსს და სულისკვეთებას. ეს სწორედ მიმართული არის იქითკენ, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდეს და ნათელი მოეფინოს ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ზეწოლა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მხრიდან მივიღეთ. მათ შორის ომში ჩართვის, ასე ვთქვათ, მოწოდებებიდან დაწყებული, დამთავრებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით, ქვეყანაში რევოლუციური სცენარების გათამაშებით. ჩვენ ხედავთ, რომ მათი მხრიდან რაიმე ზეწოლა დღეს საქართველოზე არ ხორციელდება, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო მეტი სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა და სტრატეგიული ურთიერთობების კონკრეტულ შედეგებში გადატანა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მომზადებული წერილი, რომელიც გაგზავნილი არის სწორედ დონალდ ტრამპის სახელზე, ამ წერილის შინაარსი დღეს გახდა ცნობილი. მადლობა კეთი ზანთარაია იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. ღია წერილში მიხაილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ შტატებმა მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა საქართველოს ყველა მეზობელთან, მაგრამ არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ. პრეზიდენტი გამოთქვამს იმედს, რომ დამოკიდებულება შეიცვლება და აცხადებს მზადყოფნას. ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას. სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. პირველ რიგში მსურს კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი, როგორც ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული ლიდერისადმი. კიდევ ერთხელ გამოთქვამ იმედს, რომ თქვენი პრეზიდენტობა გააძლიერებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და მოუტანს მეტ კეთილდღეობას ამერიკელ ხალხს, აგრეთვე მეტ მშვიდობას, სიმშვიდესა და კეთილდღეობას სრულიად მსოფლიოს. როგორც საქართველოს მთავრობის ლიდერებმა არაერთხელ საჯაროდ განაცხადეს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად თქვენი არჩევის შემდეგ, თქვენს ინაუგურაციამდე რამდენიმე კვირით ადრე გააუქმა იმ უსამართლო, უხეში და აგრესიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ის არაერთი სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აწარმოებდა. ამ ფონზე კიდევ ერთხელ სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაცია არ გამოხატავს სათანადო ყურადღებას, რაც მთავრობებს შორის სრული ღირებულებითი თანხმედრის ფონზე ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. საკითხებზე, რომლებზეც დღეს თქვენი ადმინისტრაცია ამახვილებს ყურადღებას, წლებით ადრე საუბრობდა საქართველოს მმართველი გუნდი. თუმცა იდენტური მსოფლმხედველობის მიუხედავად, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს საქართველოს მიმართ, სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის ნაცვლად კვლავაც აქტიურობს Deep State, რომელიც USAID-ის, NED-ისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების ხაზით დამკვიდრებული ტრადიციული უხეში მეთოდების გამოყენებით საქართველოში კვლავაც დესტაბილიზაციის შემოტანას და მშვიდობის დარღვევას ცდილობს. საბედნიეროდ Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს, რაც ჩვენმა თანამოქალაქეებმა გასული 4 წლის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს. Deep State-ის მიერ საქართველოში ორგანიზებული რევოლუციის 4 მცდელობა პირველ რიგში სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის, გამოცდილებისა და პრინციპულობის წყალობით აღიკვეთა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარეთ საქართველოს უკვლებლივ ყველა მეზობელ ქვეყანასთან, წარმატებით შეუწყეთ ხელი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, აქტიურად თანამშრომლობთ თურქეთის ხელისუფლებასთან, აღადგინეთ პარტნიორობა ვლადიმერ პუტინთანაც კი. თუმცა ამ ფონზე თქვენი ადმინისტრაცია არაფერს ამბობს საქართველოს შესახებ, რაც როგორც უკვე აღნიშნე, ქართული საზოგადოების გაკვირვებას იწვევს. ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. თუმცა ბუნებრივია მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ
რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართულ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში, მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფუთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული Deep State-ის დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია სამწუხაროდ პასიურად აკვირდება. ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს მიმართ თქვენი ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეიცვლება. მნიშვნელოვანია ქართული ხალხის აღქმაში ამერიკის შეერთებული შტატები, არა Deep State-თან, არამედ ამერიკის ძლიერ პრეზიდენტთან, არა მშვიდობის დარღვევისა და დესტაბილიზაციის გამუდმებულ მცდელობასთან, არამედ მშვიდობასთან და სტაბილურობასთან, არა გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან, არამედ ტრადიციული ღირებულებების პატივისცემასთან ასოცირდებოდეს. პირადად მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვარ მაქსიმალურად შევუწყო ხელი საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზნის რეალიზებას. სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობა კი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ თქვენი ადმინისტრაციის სამართლიანი და გულისხმიერი დამოკიდებულებაა. მიზან მიმართული დეზინფორმაცია ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართული დელეგაცია ჩინეთში არ მიიწვიეს. მეორე დღეა ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მხოლოდ ფორუმის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნები ესწრებიან. საქართველოს კი არც ერთი სტატუსი არ აქვს, შესაბამისად ქართული ოცნება ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს. განცხადებები გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც. ლევან ფანცხავა მუშაობს ამ თემაზე, ის პირდაპირ ეთერშია. ლევან, გისმენთ. დიახ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმზე მიწვეულები იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც არიან ამ ფორუმის წევრები და ასევე დაამკვირვებლები. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა ამ სამიტზე მიწვეული ვერ და არ იქნებოდა. ასეთია სახელმწიფო გუნდის პოზიცია. მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ იმასაც, რომ ქვეყანას აქვს არჩეული პროდასავლური კურსი. საგარეო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის მსოფლიოსთვის ცნობილია და გაუგებარია მათთვის, რას ემსახურება ოპოზიციის შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს ყველა თემისგან სურთ შექმნან პროვოკაციული მიმართულება, აქედან გამომდინარე მათი ნარატივიც და ამ თემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებიც ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ, თუმცა ამას შედეგი ვერ ექნება. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია არის დიდი ორგანიზაცია, 20 ქვეყანა შედის მასში და არა მარტო წევრები, არამედ დამკვირვებლები და ამ სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში ყოფი ქვეყნები ღებულობენ მონაწილეობას აი ამ ფორუმში. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ ვართ წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ ვართ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ევროკავშირთან. განსხვავებები არსებობს და ჩინეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა, სტრატეგიული ორმხრივი ურთიერთობა არ არის აუცილებელი, რომ ითვალისწინებდეს აი ამ გაერთიანების გარკვეულ პოზიციებს, რომელიც რაღაც მნიშვნელოვან საკითხებში უპირისპირდება დასავლეთის პოზიციებს, სადაც ჩვენ წევრები ვართ. ჩინეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის თემა უკავშირდება მთელ სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელიც საქართველოსთვის არის საგანგებო მნიშვნელობის. ასე რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ფედერაცია შესაბამისად ოკუპანტ ძალას წარმოადგენს ჩვენ ტერიტორიაზე, რასაკვირველია მომწვევი მხარე პირველ რიგში ითვალისწინებს წევრობას, ჩვენ წევრები არა ვართ, ითვალისწინებს ასევე გარკვეულ პოლიტიკურ ვითარებას, ასე რომ არც ერთი ასპექტით ჩვენი დაპატიჟებული არ უნდა ყოფილიყავით. აი ეს თვალთმაქცობა, ეს ორპირობა, ეს სიყალბე, რომელიც ახასიათებს ჩვენს ეგრეთ წოდებულ ოპონენტებს, ეს არის დამაფიქრებელი და კიდევ ერთხელ მევანიშნებს იმაზე, რომ ყველაფერზე მიდიან ოღონდ დაძაბულობა და დესტაბილიზაცია განვითარდეს საქართველოში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ კონკრეტული ქმედებები განაპირობებს იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება ჩინეთში მიწვევა არ მიწვევის თემას. მათივე განცხადებით არსებობს კონკრეტული კითხვები, რომელსაც ქართულმა ოცნებამ უნდა გასცეს პასუხი. მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ ოპოზიციას სურს, ასე რომ ვთქვათ, შეიტანოს ქართველ ხალხში ცრუ ინფორმაცია, რაც მათ არ გამოუვათ, რადგან როგორც სახელმწიფო გუნდის წევრები განმარტავენ, ჩინეთის ფორუმზე საქართველოს ვერ იქნებოდა მიწვეული მისი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე.
თვითონ ქართული ოცნება პოზიციონირებდა ისე, რომ ჩინეთი არის მისი სტრატეგიული პარტნიორი. ჩინეთში დადიოდნენ და ჩინური ინვესტიციების, ჩინური დაბალპროცენტიანი სასხები გახსოვთ ეს დაპირება. შესაბამისად, მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები არიან მიწვეული მანდ, ჩინეთისთვისაც კი ქართული ოცნება არის არასაიმედო პარტნიორი. ეს არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრა, სადაც გაწევრიანებული არის ჩინეთთან ერთად რუსეთი, ინდოეთი, ბელორუსი, პაკისტანი და სხვა რამოდენიმე ქვეყანა. ამასთან ერთად იქ არიან ქვეყნები, რომელსაც აქვს ასოცირებული ურთიერთობა მათთან, მაგალითად თურქეთი, იქ არიან ქვეყნები, რომელსაც აქვს განაცხადი გაკეთებული, რომ უნდათ ამ ორგანიზაციის წევრობა და თანამშრომლობა. ეს არის სულ სხვა ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი შემხებლობა იმ ქვეყნებთან, რომელ ქვეყნებსაც აქვს გამოკვეთილი ეგრეთ წოდებული პროდასავლური, პროატლანტიკური ორიენტაცია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საქართველოს ამ ღონისძიებაზე ვერ იქნებოდა მიწვეული. რაც შეეხება ახლა ოპოზიციას, ოპოზიციის საქმე რა არის? დადგეს და ყველაფერზე, მოკლედ, მზიანი ამინდი არის, მაგაზე იწუწუნდოს, წვიმიანი ამინდია, მაგაზე იწუწუნდოს. სწორედ ესე, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ საქართველოს იქ მიეწვიათ მაგალითად. რა ამბავს ატეხდა ჯო ვილსონიდან დაწყებული ამ ოპოზიციის, ასე ვთქვათ, პროპაგანდით დამთავრებული, რომ საქართველოს კურსი შეიცვალა და შანხაის ორგანიზაციაში წევრიანდება რუსეთთან ერთად და ასე შემდეგ. ამიტომ ამას ყველაფერს აქვს ერთდღიანი ან მაქსიმუმ ორდღიანი სპეკულაციის მიზანი. მეტი არაფერი. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორუმი ორდღიანია და ის დღეს დასრულდება. მადლობა ლევან ფანცხავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ბოიკოტში მყოფ ოპოზიციურ რვიანში შიდა დაპირისპირება გრძელდება. ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებიდან თამარ ჩერგოლეიშვილის გარიცხვას ითხოვს. ორი დღის წინ გავრცელდა მათი ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ფედერალისტების ლიდერის კომენტარები ეთიკურ ნორმებს ცდება, რის გამოც ნაციონალურ მოძრაობას ამ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა აღარ უნდა. ფედერალისტების ლიდერი დღეს ამბობს, რომ ამ თემაზე უკვე არაერთხელ ვრცლად ისაუბრა და კომენტარის გაკეთება აღარ სურს, თუმცა გუშინ კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მან კოლეგების მოთხოვნას შანტაჟი ნაციონალურ მოძრაობას კი განულებული უწოდა. ჩემთვის არ არის რელევანტური ეს განცხადებები. არანაირად, საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხულია, რომ ბიძინა ივანიშვილის და ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ადამიანების მესიჯბოქსი ერთმანეთს ემთხვევა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე არ ვთვლი, რომ ეს არის ახლა მთავარი დღის წესრიგის თემა. მთავარი თემა, რაზე ჩვენ ფოკუსი გვაქვს გასწორებული, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მზადება საპროტესტო აქციებისთვის, ეს არის მზადება 4 ოქტომბრის ძალიან დიდი შეკრებისთვის და არა მხოლოდ შეკრებისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის. ჩემთან ურთიერთობის გაწყვეტით მე ვერ დამაშანტაჟებენ, იმიტომ რომ არ ყოფილა ეს ურთიერთობა 2016 წლიდან მოყოლებული და არა იმიტომ რომ ბოკუჩავამ გადაწყვიტა, არამედ იმიტომ რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა ასე და დინამიკას თუ შევხედავთ ახლა 2016 წლიდან მოყოლებული აქამდე ვინ განულდა ვხედავთ ხო? არ ვიცი საიდან გარიცხვას ითხოვდნენ ჩემსას. ერთი ჩეთია, სადაც ერთად ვართ და იმ ჩეთიდან თავი თვითონ გაირიცხეს, ანუ ჩემ გარიცხვას გეგმავდნენ და თავები გაირიცხეს. ამიტომ საერთოდ გაუგებარია ჩემთვის რა ქნეს, რა მანევრი ჩაატარეს. ამომრჩეველი მაძლევს მე წონას და არა სააკაშვილი. ჩემი ამომრჩეველი თიკა ბოკუჩავასგან განსხვავებით. მე მგონი თავად ნაცმოძრაობის ამომრჩეველიც კი მიხვდა, რომ ბოიკოტი ნაცმოძრაობამ და მისმა ფილიალებმა გამოუცხადეს საკუთარ ამომრჩევლებს. გარდა იმისა, რომ არსად აღარაფერში აღარ მონაწილეობენ, სხვა ვერაფერ შეტყობინებას ვერ უგზავნიან თავიანთ ამომრჩეველს. ვერც იმას ეხლა რას აკეთებენ და ვერც იმას მომავალში რა უნდა გააკეთონ. ამას მოყვება ხოლმე მერე ჭხუბი და დავიდარება და დაპირისპირება ზუსტად ერთმანეთში. ლელო ნაცმოძრაობასთან, ნაცმოძრაობა გახარიასთან, გახარია ახალთან, ახალი ძველთან და ასე შემდგომ. ეს ბუნებრივი პროცესია. და ბუნებრივი პროცესი არის ზუსტად იმიტომ, რომ მათ არ აქვთ მიზანი. მიზანი მათი არის მხოლოდ და მხოლოდ არეულობა და როცა არეულობაა მიზანი, სამყაროში არსებობს ბუმერანგის პრინციპი. რა ბოროტებაც გაქვს განზრახული, იგივე გიბრუნდება შენ. მიზანი ქონდათ არეულობა, მიიღეს საკუთარ ეგრეთ წოდებულ გუნდში არეულობა და ასე იქნება ყოველთვის.
სოსო შატბერაშვილი და კახა ძაგანია აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდნენ. პარტია მემარცხენე ალიანსის დამფუძნებლებმა დღეს განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ მათი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი ქვეყანაში არსებული ვითარებაა. მათი თქმით, ოპოზიცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება საქართველოში რევოლუციისა და არეულობის მოწყობას ცდილობს, ხელისუფლება კი სათანადოდ არ რეაგირებს. პარტიაში ასევე ისაუბრეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზეც. ჩვენი პარტია მემარცხენე ალიანსი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი და სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას. გლობალურმა პროცესებმა საქართველოს როლი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე და შესაბამისად უახლოეს პერიოდში ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების და NGO-ებისაგან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, მზად არიან გადაწვან ქალაქები, ადმინისტრაციული შენობები, ცოცხლად დაწვან პოლიციელები, ყველაფერზე მიდიან ერთადერთი მიზნის გამო, მათ არ ადარდებთ საქართველოს ბედი და იღბალი. მათი მიზანი არის როგორმე დაიბრუნონ ძალაუფლება. ამ ანტიკონსტიტუციური ქმედებებს ხელისუფლება არა მსუ სამართლებრივ პასუხს სცემს, არამედ მისი არაადეკვატური ქმედებებით ხელსაც კი უწყობს ოპოზიციურად განწყობილი საპროტესტო ელექტორატის მაქსიმალურ გაღიზიანებას. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ არსებობს სხვა გზა საქართველოსათვის გარდა ევროკავშირის წევრობისა და ეს არის მისი ეკონომიკური აყვავების და მისი უსაფრთხოების გარანტი. მემარცხენე ალიანსის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მიზეზი და მიზანი სწორედ ამ ტყუილი პროპაგანდის განეიტრალებაა. ევროკავშირის ეკონომიკა დღეს არის რეცესიაში დაქცევის პირას მისული. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა თითქმის 2%-მდე არის გაზრდილი. პოლიტიკურად არის საერთოდ გაბანკროტებული და ამ კავშირის დაღწევა თვით ევროკავშირის წევრებსაც კი უნდა. სამწუხაროდ, აბსოლუტურად შეცვლილი არის დღევანდელი მიდგომები ევროკავშირის ბიუროკრატიის და სხვათა შორის თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსები ძალიან გაცხარებულები, გაყურებულები არიან ასეთი დამოკიდებულების. წყეთემთიანეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა გამოძალვის ბრალდებით. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული ტელეფონით დაუკავშირა და 54 წლის მოქალაქეს და თანხა მოსთხოვა. უარის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობი დაემუქრა. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ერთი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზურგის არეში ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა 59 წლის პირს. სამართალდამცველებმა ის ცხელკვალზე დააკავეს, ამოღებულია დანა. და რა ხდება უკრაინაში, სადაც დაკავებულია პირი, რომელიც დეპუტატ ანდრეი პარუბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა ის ხმელნიცკის ოლქში აიყვანეს, მისი ვინაობა არ საჯაროვდება. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ეჭვმიტანილმა საგამოძიებო უწყებას ჩვენება მისცა. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი რუსულ კვალზე საუბრობს. 2 დღის წინ ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს და ყოფილ თავმჯდომარეს ანდრეი პარუბს ესროლეს, ის ადგილზევე დაიღუპა. მსხვერპლი მოხდა რუსეთის თავდასხმებს უკრაინაში. ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს, სუმის, ხარკოვის და დონეცკის ოლქებს დაარტყეს. დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავებულია 10-ზე მეტი. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სხვადასხვა ლოკაციაზე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის შიდა ტერიტორიაზე იერიშს გეგმავს. უკრაინის საკითხზე ჩინეთში ისაუბრა პუტინმა. 2 კვირის წინ ვაშინგტონში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის რუსები მზად უნდა იყვნენ რეალური მოლაპარაკებებისთვის და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის. უკრაინა ამისთვის ნამდვილად მზადაა. მთელს მსოფლიოში ყველა ამბობდა, რომ ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი იყო. ყველა ამტკიცებდა, რომ ეს ომი უნდა დასრულებულიყო. ველოდებით, რომ არავინ შეეგუება ომის გაჭიანურებას. ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და დიდი ოცეულის ქვეყნებისგან მტკიცე პოზიციას ველოდებით. ამ ომს გლობალურ პროცესებში მხოლოდ დესტაბილიზაცია მოაქვს. რუსეთმა ამისთვის საფასური უნდა გადაიხადოს და ასეც მოხდება.
Мы широко ценим усилия и предложения. ვაფასებთ ჩინეთის, ინდოეთის და სხვა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ძალისხმევას, რომელიც უკრაინული კრიზისის დარეგულირებისკენაა მიმართული. იმედი მაქვს ურთიერთგაგება, რომელიც ალასკაში ცოტა ხნის წინ გამართულ რუსულ-ამერიკულ მაღალი დონის შეხვედრაზე ჩამოყალიბდა, ამ მიმართულებას ეხმიანება. ეს უკრაინაში მშვიდობას უხსნის გზას. დღეს და ხვალ ჩემს კოლეგებს უფრო დეტალურად მოვახსენებ ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ორმხრივი შეხვედრების დროს. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში კრიზისი არ დაწყებულა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად. მიზეზი სახელმწიფო გადატრიალება იყო, რისი მხარდამჭერი და მაპროვოცირებელი დასავლეთი იყო. ევროპის ქვეყნები უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის განთავსების გეგმებზე მუშაობენ. განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ინიციატივას, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის ნაწილია, მხარს დაუჭერს ამერიკაც. მისივე თქმით, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის პარლებში ერდოღანი პუტინს შეხვდა. მედია წერს, რომ მთავარი თემა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი. პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთს კონფლიქტის დარეგულირებაში განსაკუთრებული როლი აქვს. საკითხზე სასაუბროდ ერდოღანმა კრემლის ლიდერი თურქეთში დაპატიჟა. საბურთალოს რაიონის გამგეობა მერაბ ალექსიძის ქუჩის სრულ, ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების კი ნაწილის რეაბილიტაციას ახორციელებს. ტერიტორიაზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი, იწვება დაზიანებული წყლის მილები. მიწის ქვეშ განთავსდება საკომუნიკაციო ქსელები. პროექტის პარკლებში 15,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, მოწყობა ტროტუარი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. მოწესრიგდება საპარკინგე სივრცეები. პროექტის ღირებულება 2,800,000 ლარია. იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, პირველი მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად ამორტიზირებული, დაუბედურებული, იმის გამო, რომ არ არსებობდა ნორმალური კომუნიკაციები, ხალხს სარდაფები და ავტოსადგომების უწყლით ეტყორებოდა. შესაბამისად, საბურთალოს რაიონის გამგეობა ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ხედავთ ირგვლივ თუ რამდენი საცხოვრებელი კორპუსია, უამრავი ოჯახი ცხოვრობს და აღნიშნული პრობლემით ყველა კომუნიკაცია, რაც არსებობდა მიწის ქვემოთ, იქნება მთლიანად განახლებული. აქვე არის ერთი შენობა ნაგებობა, რომლის დემონტაჟი განხორციელდება და ამ შენობის მაგივრად მოეწყობა ძალიან ლამაზი მოსასვენებელი სივრცე. პროექტის ფარგლებში მთლიანად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალი, კანალიზაცია, ასევე ყველა სახარო კაბელი განთავსდება მიწისქვეშ, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და მოეწყობა განათების ახალი სისტემა და მოეწყობა ტროტუარები, რა თქმა უნდა, რომელიც იქნება ადაპტირებული. ოქტომბრის თვეში დასრულდება პროექტი. საჯარო დაწესებულებებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კონკურსი 1 სექტემბრიდან დაიწყო და მასში როგორც საჯარო დაწესებულებები, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები შეერთვებიან. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება დღეიდან 10 სექტემბრის ჩათვლით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3,000-მდე კონკურსზე შეუძლიათ. სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება. კონკურსი 2 ეტაპად წარიმართება. პირველ რიგში ამ პროგრამის მთავარი მიზანი აქვს ის, რომ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკული გამოცდილება მივცეთ ახალგაზრდებს, რომლებიც ამთავრებენ უნივერსიტეტს, ბაკალავრიატს ან მაგისტრატურას, ან სწავლობენ ბაკალავრის დამთავრებელ საფეხურზე, ან დამთავრებული აქვთ, რომ მათ ამით ეძლევათ საშუალება პირველ რიგში ნახონ, როგორ მიიღება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, როგორ მზადება ეს გადაწყვეტილებები, ასევე შეხება ჰქონდეთ უფროს კოლეგებთან და ასევე მათგან მიიღონ კონკრეტული გამოცდილება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალი სისხლის, ახალი კადრების გაჩენა საჯარო სამსახურში, განახლება ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით თუ ეს მოტივირებული ახალგაზრდა არის, ეს ერთიორად მნიშვნელოვანი არის და ამ თავარი მიზანი, რატომაც ჩვენ გვინდა რომ 3,000-ზე მეტი ახალგაზრდა კურსდამთავრებული სტუდენტი შემოვიდეს საჯარო სისტემაში, არის სწორედ ეს. და ასევე რასაკვირველია ის პერსპექტივა, რომელიც შემდგომ თანამშრომლობას უკავშირდება. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება, როგორც ხელისუფლების ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ორგანოებში გაიარონ სტაჟირება,
რეალურად პრაქტიკაში გამოცადონ და განავითარონ უნარები, რომელიც მათ მიერ მიღებულ ცოდნაზე იქნება დაფუძნებული, ამავდროულად საჯარო სექტორს ექნება საშუალება დააკვირდეს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სტაჟირებაში მონაწილეობას მიიღებენ და შემდგომში მათგან საუკეთესოებს მაქსიმალურად ხელი შეუწყოს სტაჟირების გაგრძელების ან თუნდაც დასაქმების კუთხით. გასულ წელს, როდესაც მსგავსი პროგრამა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელდა, თითქმის ყოველი მეოთხე სტაჟირება გავლილი დასაქმდა საჯარო სექტორში. უყურებთ კურიერ 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა მარტოხელა მებრძოლის კურსი გაიარეს. მუხროვანში სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზარზე მათ სერტიფიკატები, ინსტრუქტორებს კი მადლობის სიგელები გადასცეს. წვრთნა 26 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სირთულეები იყო, მაგრამ ყველა თანადგომით, გულშემდგომით შევძლებთ, რომ ეს სირთულეები დაგვეძლია, გავიარეთ სხვადასხვა დისციპლინები. ამ ყველაფერმა მოგცა ის, რომ ყველა წარმატებით დავასრულეთ და ყველა იუნკერი უფრო სხვა ენერგიით წავიდა ამ კურსზე. საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ძალიან კარგი ინსტრუქტორების დახმარებით სასიამოვნო ჩაიარა ერთმა თვემ. ამ მოკლევადაში ძალიან ბევრი კარგი ინფორმაცია მივიღეთ, ასევე პრაქტიკაში გამოვცადეთ ბევრი მნიშვნელოვანი დისციპლინა, რასაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებთ მე და ჩემი თანამებრძოლები ჩვენს პირად კარიერაში. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის, იუნკერთა პირველი კურსის იუნკერებმა სავალე პირობებში მინიმალური რესურსების გამოყენებით გაიარეს მარტოხელა მებრძოლის კურსი, რაც მათ დაეხმარებათ ბრძოლის უნარიანობის შენარჩუნებაში. პირველად საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კვლევის შესახებ ევროპის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში, ასე ქვია ღონისძიებას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონფერენციის გახსნაში განათლების მინისტრი მონაწილეობდა. 47 მოხსენება იქნება წარდგენილი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უახლოეს მიღწევებთან დაკავშირებულ მოცემულობებს წარუდგენს საზოგადოებას. ეს არის შესანიშნავი პლატფორმა იმისა, რომ მოხდეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა კონკრეტულ საკითხებზე სფეროში მოღვაწე მეცნიერების განხილვისა და მსჯელობის შესაძლებლობისთვის. ეს არის მორიგი აღიარება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს მე-19 ევროპულ სამეცნიერო კონფერენციას. ეს ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. კონფერენცია არის ინტერდისციპლინური, რომელიც ქმნის საფუძველს მომავალი ქართულ-ევროპული თანამშრომლობისთვის ხელოვნური ინტელექტის ინტერდისციპლინური სწავლების სფეროში. რუსეთში ქართულმა ოცნებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო. დინო ლაცაბიძე მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კიდევ 2 საარჩევნო ოლქში წარუდგინა. შეხვედრებს მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად ქართული ოცნების საარჩევნო სიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართული ოცნების გუნდმა დავიწყეთ მოსახლეობასთან შეხვედრები. ჩვენ გვაქვს გაწერილი 4 წლიანი გეგმა, რომელიც საჭირო არის ქალაქის განვითარებისთვის. დაახლოებით 4 წელიწადია ვარ ჭონიდელის უბნის მერის წარმომადგენელი. ვფიქრობ, რომ ზედმიწევნით ვიცი თითოეული პრობლემა აქაური მოსახლეების და ვფიქრობ, რომ ჩემი ხარდაჭერის შემთხვევაში ვიქნები ის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელიც ამ უბანს უფრო გააჯამრთელებს. ახალგაზრდებს შეხვდა ქართული ოცნების ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭიტანავა. ახალგაზრდებმა კანდიდატს საკუთარი ინიციატივები გააცეს, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებას ეხება. ზამურ ჭიტანავამ მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა პროცესებში. ნაყოფიერი შეხვედრა გქონდა, გავცვალეთ აზრები, გავცვალეთ იდეები, ვისაუბრეთ სპორტული სივრცეების გახსნაზე, შემეცნებითი ადგილების შექმნაზე და შემდგომი განვითარებისთვის. საშუალება მოგვეცა ახალგაზრდებს, გაგვეცნო ჩვენი იდეები, ასევე გაგვიგო თვითონ მერობის კანდიდატს რა იდეები აქვს ახალგაზრდების მიმართ, რა პროექტების განხორციელებოდა და მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები გაგრძელდეს სამომავლოდ. ქართული ოცნების ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ ციკლაური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად 3 სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ვარლამ ციკლაურმა ადგილობრივებთან ერთად იმსჯელა სამომავლო გეგმებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
პოლიტიკურმა ძალებს ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტი იგეგმება ერთად კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა შედგა ჩვენს მოსახლეობასთან ვისაუბრეთ იმ დაგეგმილ პროექტებზე რომელიც უნდა განვახორციელოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვისაუბრეთ უკვე განხორციელებულ პროექტებზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და არა მხოლოდ პროექტი განხორციელდა ჩვენს სოფლებში და მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად განვითარდება როგორც ჩვენი ახალციხე ისე ჩვენი მუნიციპალიტეტები. დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე რუსთავი 2.G კურიერი კი დაგემშვიდობებათ 5 საათამდე.